დილამშვიდობისა 23 ოქტომბრის დილას მოგესალმებით ხუთშაბათია და ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ. ყველას მშვიდობიან ნაყოფიერ დღეს გისურვებთ და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, კახა მიქიაშვილი და სოფია კუჭავა გაუძღვებით თქვენთვის და სტუმრების შესახებ და თემების შესახებ ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, ვინაიდან ახლა კალენდარი უნდა ვნახოთ ერთად. 23 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამეებს ევლამპის და ევლამპიას, წმინდა მოწამე თეოტეკნის, ღირს ბასიანე მონაზონს, ღირს თეოფილე აღფსარებელს, ღირს ამბროსი ოპტინელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გელოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სცენებას და ახლა ანონსის დროა. პირველი თემა იქნება განსაცდელი ჩვენს ცხოვრებაში. სასაუბროდ კი შემოგვიერთება ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. 21-დან და 25 ოქტომბრის ჩათვლით თეატრალური უნივერსიტეტის ორგანიზებით რიგით მე-18 საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი ამირანი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდებიან ფესტივალის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი თინი ხუციშვილი და სტუდენტური ჟიურის წევრი ანუკა თალაკვაძე. და ჩვენი ჟურნალისტი ნინი გავლაშვილი სტუმრობს კრივის კლუბს, საიდანაც ის პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება და გეტყვით, რომ ჩეხეთში კრივში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ბიჭებში კი გუნდური პირველობის ადგილი დაიკავა. მოკლედ, ნინი უფრო თვალ მოგიყვება თავის ჩართვით, რომ რამდენიმე ხანს ჩაგორთვება ნინი სწორედ როგორც გითხარით ამ თემას. ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად თვალი ადევნეთ ჩვენს გადაცემას, ახლა კი ერთად ვნახოთ ამდის პროგნოზი, შევტყოთ როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში. შემოგვიერთდა სტუმარი და გეტყვით თემას, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ თემაზე განსაცდელი ჩვენ ცხოვრებაში და სასაუბროდ წარმოგიდგენთ ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ დავით მექვაბიშვილს. მამა დავით, დილამშვიდობისა და გულწრფელ მადლობა. განსაცდელები ჩვენ ცხოვრებაში, რომელთა გარეშეც ვერ ჩავლის ერთი დღეც კი და ჩვენ რამდენჯერმე დღეში ვკითხულობთ მამაო ჩვენო, სადაც ვიძახით დანუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელს. აი
Გვითხარით ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი. განსაცდელი ასნიშნავს საერთოდ და რატომ არის დაშვებული ადამიანზე განსაცდელი? რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვარდით 64-დან და სხვანაირად განვითარდა ჩვენი ცხოვრება, ალბათ ესეც უნდა ყოფილიყო, რომ გამოცდილება მოგვეპოვებინა. ჩვენ შევიმოსეთ უკვე ესეთი სხეული და ჩვენი სულით და გონებაც და გულის მიიდრიკა ცოდვისკენ, ღვთისგან ურჩობისკენ და სამყაროში ყველაფერი უკვე ჩვენს წინააღმდეგ ამოქმედდა, მიწა დაიწყევლა, ქალმა ესე იგი მწუხარებით უნდა გააჩინოს. იქეთ გველი ჩვენი მტერი ხდება, გველში გულისხმება წუთის სოფელი, სატანა და ყველაფერი, რაც ასე ვთქვათ განუდგა სამყაროს, აქედან გამომდინარე უკვე ადამიანი, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და ყველაფერში ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს, აი ეს გამოცდის გზა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავიაროთ და რა თქმა უნდა ბიბლიის ძალიან ბევრ წიგნში არის სწავლება იმის შესახებ, რომ ამის გარეშე არ იქნება ადამიანის ცხოვრება და ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ ყოველ დღეს თავისი განსაცდელი და გამოწვევა თან ახლავს და იმისთვის რომ მე დღეს გამოცდა წარმატებით ჩავაბარო, რასაც დაუშვებს უფალი ჩემზე, არ უნდა ვიფიქრო ხვალინდელ დღეზე. რა სიტუაციაშიც ვიქნები და რა მახეებიც მექნება მე დაგებული და რა ლაბირინთებში აღმოჩნდები დღევანდელ დღეს, აი ეს უნდა გავიარო. ეს შეიძლება იყოს მატერიალური გაჭირვება, შეიძლება იყოს სნეულება, ეს შეიძლება იყოს უიმედობა. ძალიან ბევრნაირად შეიძლება ესე დახარისხდეს ეს განსაცდელები და განსაცდელი ყოველთვის ადამიანის სიხარულის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული ან ადამიანის ტკივილისკენ შეიძლება იყოს მიმართული ან ის რომ შენ მომავალი არ გექნება ამას ვერ შეძლებ და ნუ ბევრნაირად შეიძლება დავახარისხოთ განსაცდელები მაგრამ ესე იგი გზა თუ როგორ უნდა დავაღწიოთ ამ განსაცდელებს თავი მოცემული გვაქვს ჩვენ წმინდა წერილში და უფალი ძალიან კარგად გვიხსნის ჩვენს ენაზე ამას და ქრისტემაც თავისი პირადი ცხოვრებით მოგცემ მაგალითი რომ განსაცდელები მოვა და შესაბამისად უნდა ესე იგი წმინდა წერილის ჭეროვანი ცოდნით მოთმინებით სიმშვიდით უნდა გადავლახოთ ეს განსაცდელები გვახსოვს ხომ ქრისტეს გამოცდა უდაბნოში ნუ სამი გამოცდა გადახდა მას თავს იმდენად თავმდაბალია უფალი რომ ესეც დასაშვები გახადა მისთვის ეშმაკის მიერ გამოიცადა უდაბნოში ნუ ესე იგი დაგვანახა რომ წმინდა წერილი ჭეროვანი ცოდნით და მოთმინები და სიმშვიდით შეიძლება განსაცდელების გადალახვა თელი სახარება ფაქტურად არის ერთგვარი რეცეპტი მოცემული თუ როგორ უნდა დავამარცხოთ ჩვენ ეს წუთის სოფელი და წუთის სოფლის ტალღები მივენდოთ უფალს და ვილოცოთ აი თქვენ ახსენეთ მამაო ჩვენოს ლოცვა ყველამზე პირად ვიცით ეს ლოცვა და დავეცადოთ რომ ესე გაცნობიერებულად გონივრულად აღავლინოთ ეს ლოცვები და ყურადღება მივაქციოთ ლოცვის თითოეულ დეტალს თითოეულ სიტყვას სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი არის სწორედ ეს უფალო და შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან იაკობ მოციქული ბრძანებს რომ ნურავი ნუიტყვით რომ ღმერთი მცდის მე ღმერთი გამოუცდელს ბოროტისაგან არამედ განიცადების კაცადი გულის გუმისაგან თვისისგან ჩვენი არასათანადო ჯეროვანი ესე იგი სულიერი მდგომარეობა ძალიან ხშირად იზიდავს განსაცდელებს როდესაც მე მერყევობ თქვა ეს კეთილი საქმე გავაკეთო თუ არა თქვა აი ტაძარში წავიდე თუ არ წავიდე და ამის შემდგომ შეიძლება მე მართლაც ისეთი განსაცდელი დამემართოს რომ უკვე უფრო დიდი არჩევანის წინაშე დავდგე და უფრო იქეთ მხარეს დადგეს უფრო მეტი ღირებულებები, უფრო მეტი ღვთის სიტყვები, რომელიც აღმითქვამს მე რომ ისე იგი თუნდაც ამ ტაძრის სატაძრო ღვთისმსახურების შედეგად ცხონდები, ხოლო მეორეს მხრივ შეიძლება შემეშინდეს იმისა, რომ ეს ერთი დღე, რომელიც უფალმა გამოყო რომ ღვთისმსახურებაში ვიყო, ეს არ გავაკეთო და ამის გამო მადლი დავკარგო. ასე რომ განსაცდელები ძალიან ბევრნაირად შეიძლება ახსნა და ვისაუბროთ, მაგრამ ყველა ვარიანტში ესე მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სასარგებლო არის ადამიანისთვის და ისევ დავესესხები იაკობ მოციქულს, ყოველივე სიხარულად შეხრაცხეთ ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესვევეთო და ყველამ დიდი სიხარული და მადლიერებით უნდა მივიღოთ განსაცდელი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ესეთი მარტივი არ არის და რთული არის, მეთქი ამასაც არ ვიტყვი, მაგრამ დროთა განმავლობაში თუ ჩვენ ვეცდებით რომ მოვიმუშაკოთ ეს
დიდი სულიერება, რაც არის განსასწრებლების სიხარულით მიიღებათ, როცა განმავლობაში ეს გამოცდილება მოგვეცემა და აგრეთვე ის გამოცდილებაც რომ აი წარსულში რომ განსასწრებლები მქონდა და მადლიერებით მოვითმინე და გადავიტანე, რა დავკარგია პირიქით. სულის სიმშვიდე შემოვიდა ჩემში და მე რწმენაში გავძლიერდი. უფალს არ უთქვამს რომ განსასწრებლები არ მოგივათ, განსასწრებლები არ გექნებათ, თქვა განსასწრებლები გექნებათ, ისიც თქვა ვაიმას, ვისგანაც მოვა ეს განსასწრებლები. ილოცეთ და განსასწრებლებში თქვენ არ ჩავარდებით. აი წმინდა დავით წინასწარმეტყველიც ამბობს ესეთ სიტყვას. გამვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი და გამომიყვანენ ჩვენ განსასვენებლად. განსასწრებლები არის ერთგვარი ცეცხლი, ერთგვარი წყალი, რომელშიც ჩვენ არ უნდა ჩავრჩეთ, თორე ერთ შემთხვევაში დავიწვევით, მეორე შემთხვევაში დავიხრჩობით და რა შემთხვევაში არ ხდება განსასწრებლებში ჩავარდნა და ჩარჩენა. თუ ჩვენ გავაცნობიერებთ რომ ეს არის ჩვენი სულიერი გაძლიერებისთვის ჩვენი წამალი და რომ ღმერთის ნების და ღმერთის დაშვების გარეშე ერთი ღერით მას არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან და ჩვენ ახლა ახსენეთ ღმერთის დაშვება ჩვენ რამდენიმე მომენტი ხვდება წმინდა წერილში განსაკუთრებით გვახსენდება იობ ნებულის მომენტი როცა უშვებს არაერთ განსაცდელ ძალიან ძიმე განსაცდელებს ამით გამოისდება იობი და ჩვენ ხედავთ საოცარ წმენას ხედავთ აბრაამ ამამთავრიც რომელსაც გუშინ იყო ხო როცა შვილი მეყო შესაძლებლად. რა შემთხვევაში შეიძლება ეშვებოთ ესეთი განსაცდელი და არის თუ არა გარკვეულ შემთხვევებში ღვთისგან დაშვებული ჩვენი უკეთესობისთვის, ჩვენი სულიერი წინსვლისთვის და ცხადია ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ღმერთმა ყველაზე კარგად იცის ადამიანის გული და მისი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეხლა თუნდაც აი პავლე მოციქულის შემთხვევაში მას ანჯელდა ანგელოს სატანეს მოკლედ აღწერს სამჯერ ევედრა უფალს და უფალმა უთხრა რომ არ მოგშორდება ეს განსაცდელი რადგანაც შენ უფრო მეტი და მეტი მადლი უნდა მიიღო და თავადვე ამბობს რომ მე ამ პარტაუნებაში რომ არ ჩავარდი ამ ხელა გამოცხადებებში რომ ვარ ამ ხელა მადლი რომ მაქვს ამიტომ ვატარებ ამ ზიმეთ კივილს რაც შეეხება მართალ აბრაამს და იობს იობის ეს დიდი მოთმინება, რომელიც ყველამ ვიცით, ყველაფერი დაკარგა ადამიანმა, ოჯახის იმდიდრე ჯანმრთელობაც, ესე იგი, მან თავისი ღვთისადმი მადლიერებით და მოთმინებით მოგცა მაგალითი იმისა, რომ აი ეს არის ამაზე მეტი განსასწრებელი არ არსებობს, რაც იობს დაემართა. რაც გააჩნდა ყველაფერი და ახალმა აღთქმამ, დიახ, ესე წინასახედ დაგვიდო თითოეულ ჩვენთაგანს, რომ მცირე განსასწრებლები გვაქვს ჩვენ ახლა იობთან მიმართებაში უნდა შევადაროთ ჩვენი თავის ახარებისეულ და ბიბლიის პერსონაჟებს და უფრო მარტივი იქნება მე გამკლავება ამ განსასწრებლებთან, თუმეტეს რომ ამ ხელა გამოცდილება გვაქვს და იობს არაფერი არ დაუშავებია, რა თქმა უნდა. სწორედ ეს იყო ერთგვარი ბრალდება სატანისა ღვთის წინაშე იობზე, რომ მას ყველაფერი აქვს და იმიტომ გემსახურება, იმიტომ გმადლობ შენ, თუ კი დაკარგავს ამ ყველაფერს და თანდათანობით იწყება მისთვის განსასწრებლების მატება, ის განგიდგება შენ და უფალმაც რა თქმა უნდა წინდაწინვე იცოდა იობის ერთგულება და ისიც რომ იობი გახდებოდა სამაგალითო თითოეული ჩვენთაგანისთვის და იობზე ეშვება ეს ყველაფერი. და საბოლოოდ ისე ხდება რომ იობი იმარჯვებს. გამარჯვება სწორედ ის არის რომ შენ ღმერთს არ გმობ, არ უარყოფ განსასწრებლებში. ძალიან ხშირია შემთხვევა რომ ადამიანი ღმერთის გმობისკენ მიდის განსასწრებლებში ჩვენ ხშირად ჩვენი ლოცვით ვევედრებით უფალს ან ვამბობთ უფალო იყოს შენი ნება მაგრამ მაინც გვინდა რომ ისე მოხდეს როგორც ჩვენ გვინდა და მე როცა ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა ვამბობთ რომ ღმერთო არ არსებობ ან უსამართლო ხარ და ღმერთმა შეგვინდოს ყოველს მთელს ერს ხშირად ხდები ხოლმე მსგავს შემთხვევას და ჯობია რომ რასაც უფალე გამოგვიგზავნის ყველაფერი მადლიერებით მივიღოთ და იობის ცხოვრებაში მოხდა კიდევ ერთი დიდი განსასწრებელი რაც არის ადამიანის ჩვენ როდესაც ქორწინდებით და ოჯახს ქმნით უკვე ორი ხდება ერთი და მისი ცოლიც კი ფაქტიურად ეუბნებოდა რომ სად არის შენი ღმერთი დაგმე ღმერთი აღარ არსებობს ესეც რამხელა განსასწრებელია ხო ერთი მხრივ გაუკლაუნდე ამ შემოტევებს და მეორე მხრივ საყვარელი ადამიანი რომ ამას გეტყვის და იობმა თქვა საოცარი სიტყვები რომ როდესაც გვეძლევა კეთილდღეობა ღებულობთ ამას მაგრამ როდესაც განსასწრებელი მოდის განა მაშინ მადლიერები არ უნდა ვიყოთ ღვთისა და ესე იგი იობის დინში არის ასევე ის რომ ადამიანი რომ მიბადებაო ესეთი ეპიზოდი განა განსაცდელი არ არის მისი ცხოვრებაო და საკუთარი ესე თქვათ პირადი ცხოვრებით გვაჩვენა იობმა ეს ყველას რომ ყოველდღიურად ჩვენზე მოვა განსასწრებელი და გამოსავალი არის მადლიერებით მიიღება ყოველთვის და
იობს მერე ყველაფერი უბრუნდება. ესე იგი აი ბიბლიამ დაგვანახა რომ თითქოს კარგავ ამ ყველაფერს, მაგრამ ისევ გებრუნდება და დარწმუნებული ვარ ის მისი ახლობლები, შვილები, რომლებიც გარდაეცვალნენ ამ განსაცდელში მოყვნენ, დღეს მოხარულნი არიან, აი რადგანაც ეს უფალმა აიღო სამაგალითოდ ჩვენთვის და ჩვენს რწმენას შეეწირნენ და ჩვენს მოთმინებას, მოდი ესე ვთქვა და ისინი ხარობენ ღვთის წინაშე. ასევე აბრაამზე შეიძლება ვისაუბროთ. აბრაამის ცხოვრება სწორედ ეს არის, ხომ? ისე იგი 100 წლის იყო, როდესაც აღთქმული შვილი მიეცა უფლის მიერ ისააკი და ერთ მშვენიერ დღეს უფალი ეტყვის მას რომ ეს შენი შვილი მე შემომწირე. აი ამ ხელა გამოსთვის წინაშე დგება აბრაამი, მაგრამ ის ერთი წამითაც არ დაფიქრებულა. ის დარწმუნებული იყო იმაში რომ თუ ესეთი სასწაული მოახდინა უფალმა, ღმერთი ხომ სასწაულით მოქმედია, ეს ყოვლის შემძლეა, რომ სიბერეში მიწევნულებს უკვე აბრაამს და სარას მიეცათ ნანატრი შვილი. მაშინ ღმერთი შემძლებელი იყო რომ მისი შვილი კიდევაც აღედგინა მკვდრეთით და არაფერი არ იქნებოდა ასე თქვათ პრობლემა ამაში და როდესაც უკვე მიყავს თავისი შვილი შესაძირად მორიას მთაზე, აი ბოლო მომენტში, მანამდე აბრაამი აბსოლუტურ ესე იგი მორჩილებას იჩენს, იქ დანა მიაქვს, შეშა მიაქვს, რომ ეს მსხვერპლ შეწირვა მოაწყოს და აღასრულოს, ბოლო მომენტში ესე იგი ზვარაკი გამოჩნდება მსხვერპლ შეწირისთვის და წინასახე დაგვიდო ღმერთმა აბრაამის ეს დიდი მორჩილება და მინდობა ღმერთზე მინდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თქვით რომ განსაცდელები შეიძლება დავყოთ სხვადასხვა კატეგორიებად და მოდი ერთ მხარეს დავაყენებ იმ განსაცდელს, რომელიც ყველაზე უფრო დიდი განსაცდელია და მეორე მხარეს სხვა დანარჩენ განსაცდელს. და როგორც ამოს წინასწარმეტყველი ამბობს, ყველაზე დიდი განსაცდელი არის ადამიანისთვის, როდესაც მას ღვთის სიტყვები მოაკლდება. ღვთის სიტყვის შიმშილი არის ყველაზე დიდი განსაცდელი. სხვა დანარჩენი, ასე თქვა, მეორე მხარეს რომ დავაყენოთ ყველანაირი განსაცდელი, ეს განსაცდელი გადაწონის. ამიტომ ვეცადოთ რომ საკუთარ თავს არ გაუჭიროთ. არის რომ ჩვენ სხვები გვაგდებენ განსაცდელში და უფალი ამბობს რომ ვაიმას მისგანაც მოვა განსაცდელი და ვეცადოთ რომ ჩვენი თავი არ ჩავაგდოთ განსაცდელში, ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის და მივემსგავსებით უწყალო დიდარს, რომელიც გლაზარეს ერთ ნამცეც პურსაც არაძლევდა. ძალიან ხშირად ეს უწყალო მდიდრები ჩვენ ვართ, ჭამთ, ვსვამთ, ვზრუნავთ გარეგანზე, წარმავალზე, შვენიერზე და სახლში ყოველას გვაქვს ღვთის სიტყვა და იმ სიტყვას ჩვენ არ ვეზიარებით, აზრებში მივდივართ. ძალიან ხშირად მორწმუნეები რომ ეზიარებიან და ზიარების შემდეგ დააყოლებენ ღვინოს და სეფისგვარს მიიღებენ, მე ქადაგებაზე თქვათ აღარ შემოდიან აზრებში. ჯერ ძალიან მიზერული არის ის დრო, რასაც ჩვენ გამოვყოფთ ღვთისმსახურებისთვის და ისევ ჩვენი სულების გადარჩენისთვის და ძალიან ხშირად ამაშიც თვალთმაქცობა ხდება. ამიტომ მე ჩემ თავსაც და ყველასაც მოუწოდებ და შევაგონებ და ჩემ გამოცდილებას დავდებთ იმისას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ყოველ დღე თუნდაც მცირედი საზრდო სულიერი მივიღოთ, რაც არის ლოცვა, რაც არის ღვთის სიტყვები, რაც არის წმინდა საიდუმლოებები, განსაკუთრებით აღსარება სინანულთან შეზავებული და წმინდა ზიარება და თუ ეს გვექნება, მაშინ ყველა სხვა დანარჩენს ბუნებრივია მადლი როცა გაქვს უკვე მარტივად გადასატანია განსაცდელები, როცა შენ ღმერთს ვიწყებ, ხდება განსაცდელი, ერთ-ერთი ასე თქვათ სახეობა განსაცდელის და ეს არის ადამიანი, რომელიც ღმერთს ვიწყებს და ასე მარტივი არ არის მე ამ შემთხვევაში უცებ ღმერთი გაიხსენო, უცებ განიმსჭვალო მოთმინებით და განსაცდელს გამომკლავდით, რაც უფრო ახლოს ვიქნებით საღვთო მადლთან მით ასე თქვათ მარტივი იქნება განსაცდელებთან გამკლავება და კიდევ ერთ ვიტყვი, ისე იგი წმინდა მამები როგორც იყვნენ, ისინი პირიქით ნანობდნენ და გლოვობდნენ იმას, როდესაც მათ არ ჰქონდათ განსაცდელი და ეს არის ის სულიერი მდგომარეობა, რასაც ბუნებრივია ყველამ შეგვიძლია მივაღწიოთ და ამ წუთის სოფელში რო ცხოვრობდა ძალიან კარგად ხარ, მაგრად ხარ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, არაი გვაქვს და ყოველივე გვაქვს, ვითარცა ღარიბნით და მრავალთა განვამდიდრებთ. მიუხედავად იმისა, რომ წმინდანებს ამხელა განსაცდელები და ტკივილები ჰქონდათ,
10 გული ხარობდა. ისინი აღასრულებდნენ ახალი აღთქმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოწოდებას. მარადის გიხაროდნენ. აი ეს არის შესაძლებელი, რომ ერთის მხრივ შენს თავზე დატრიალდეს ყოველგვარი განსაცდელი და მეორეს მხრივ სიხარული კონდეს. როგორც ისევ და ისევ იაკობ მოციქულიბძენებს სიხარულად შეხრაცხეთ ეს განსაცდელებიო და ეს არის ნიშანი იმის, რომ ღმერთს უყვარვართ ჩვენ. ყოველი შვილი, რომელიც უყვარს უფალს, სწავლის და ტანჯის და აი ჩვენ შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ წარღვნა, როცა 8 ადამიანის გარდა მთელი კაცობრიობა აღმოჩნდა, ესე იგი, უმძიმეს მდგომარეობაში, წყლით რღუნა მოიწია ყველაზე და ყველა შეეწირა წყალდიდობას. და წმინდა მამები ამბობენ, რომ ისე იგი ესეც მოხდა იმის გამო, რომ იმ ცხოვრებაში ნაკლებად, ასე თქვათ, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ცხოვრება არ შეცვალეს სინანულით, რადგანაც 120 წლის განმავლობაში მართალი ნოე კიდობანს აშენებდა, ქადაგებდა, რომ მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, დაუბრუნდეთ ღმერთთან და ადამიანებმა ეს სისულელეთ მიიჩნიეს. ამის გამო მოხდა ეს განსაცდელი და ჯობია რომ ამ ცხოვრებაშივე ესე იგი მოვიხატოთ ეს კივილები, გავიაროთ ერთგვარი მცირე ჯოჯოხეთი, ვიდრე მე იქ უნუგეშო გლოვაში აღმოჩნდეთ. განსაცდელი ასევე ასე იმდიდრეც არის. ჩვენ უწყალო მდიდრისა და გლახაკ ლაზარეს ეპიზოდზე შეგვიძლია ამ კუთხითაც დავყოთ განსაცდელები ორ ნაწილად, ისე განსაცდელია, როცა უკიდურეს სიღარიბეში ხარ და სხეულებრივი უძლურება გაქვს და მეორეს მხრივ, როცა ყველაფერი გაქვს და ასე ვთქვათ, ფეხი ფეხზე გადადებული ცხოვრობ, მაგრამ სახარებამ დაგვანახა, რომ სიმდიდრე არის უფრო დიდი განსაცდელი, რომლის დროსაც შენ უკვე ივიწყებ ღმერთს, ძალიან ძლიერი უნდა იყოს სულიერად და ძალიან ბევრი უნდა იბრძოლა ნემსის ყუნწში უნდა გაწვრე, რომ ღმერთი არ დაივიწყო სიმდიდრის დროს, მოყვასი არ დაივიწყო, თორემ რა ბედიც ეწია უმწყალო მდიდარს, ყველამ კარგად ვიცით, რომელმაც ჯოჯოხეთში ნაღი ხელნა თვალნით ვისნი, ხოლო ლაზარეს, რომელსაც არაფერი არ ქონდა, მან წარმატებით ჩააბარა ცხოვრების გამოცდა, რადგანაც ის არ დარწმინავდა და არ განიკითხავდა დიდას. თუმცა სიხარიბეში შეიძლება ადამიანმა ბრალი დასდოს უფალს. მამა დავით წეგან თქვენ რაც ბრძანეთ, რომ უსამართლობაში ვთქვათ, რომ შეიძლება ამ დროს პირიქით შურმა გაიღვიძოს მაშინ, რომ აი რატო აქვს ვთქვათ მას უფრო მეტი დრო, როდესაც მე ვთქვათ შრომობ, მუშაობ და ასე შემდეგ და კი ანუ სხვა განსაცდელებიც თავისთავად ამ სიხარიბეში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ხომ. დაუბრუნდეთ თუნდა მადლიერებაში სხვა გზა არ არის. მამა დავით მამა დავით ყველას გაგუგია და ასე ვამბობთ ხოლმე რომ ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი და ასევე ისიც გაგუგია რომ უფალი არავის არ დაუშვებს იმაზე მეტ განსაცდელს და იმაზე მეტ ჯვრის ტვირთვას არ დაავალებს ვიდრე მას არ შეუძლია ხომ და როგორ გავიგოთ ეს სიტყვები მამა დავით და ასევე შესაძლებელია თუ არა ამ განსაცდელებს ეკლესიის გარეშე რომ გავუმკლავდეთ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ჩვენებური ჯვარი გვეძლევა, ჩვენებური ღვთისმოცემული მდგომარეობა, რომელთა თანაცხოვრების და გადალახვის შედეგადაც ჩვენ უნდა გავხდეთ გამოცდილებით და ეს წინააღმდეგობა რომ არ იყოს ჩვენ ვერ გავიზრდებოდით, თორემ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენი თავი ყველა ადამიანის და ევას ადგილას, ხომ? აი როგორ გაგრძელდა ამის შემდგომ ჩვენი ცხოვრება? არანაირი გამოცდილება არ ქონდა, არანაირი მოთმინება არ ვიცოდით რა იყო და უცებ, ესე იგი, დავშორდით ღმერთს და გვიწევს იმ გზის გავლა, რაც წესიდერიგით უნდა გაევლოთ ადამიანს და ევას, მაგრამ ნუ ღმერთი იმდენად მოსიყვარულეა, იმდენად რაღაც ნეტარია და ეს ნეტარები იმდენად აქვს ჩვენში ჩადებული, რომ ეს უზრუნველი მდგომარეობა შეგვიქმნა. დაგვანახა, რომ მე ესე მინდა რომ იყოთ, მაგრამ რა ვქნა? ესეც უნდა გაიაროთ, რომ თქვენ ჩემამდე მოხვიდეთ, თქვენ იცოდეთ რა არის სამოთხე, რა არის ჯოჯოხეთი, რა არის ღვთის სიტყვების შესრულება და ურჩობით ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ყველანი გავდევართ ამ გზას, რა გზაც წესით უნდა გაევლოთ, თქვათ, ადამიანს და ევას, და იმისთვის რომ ჩვენ ღმერთის მდგომარეობამდე ვიყოთ ყოველთვის აღწევნულები და ღმერთის მადლი არ დავკარგოთ, ყველამ უნდა გავიაროთ ეს გზა და ყველა ჩვენი ჯვარი გვეძლევა ამ ცხოვრებაში. ნუ რავი, ნუ მოვინდომებთ სხვისი ჯვრის აღებას. ღმერთმა იცის ჩვენ ესე იგი რა მონაცემების ვართ სანამდე გვეყოფა მოთმინება დათმენა და აი სწორედ ჩვენი მდგომარეობის მიხედვით გვიგზავნის უფალი არსებულ ჯვარს. აი როგორც ახარებაში არის ხომ ადამიანებს აძლევს ტალანტებს და ტალანტების მიხედვით იწყება მათი ჯვარი, ანუ ესე იგი შრომა, რომ ეს ტალანტები გაამრავლონ და თუ ჩვენ ესე იგი კარგად გავიწაფებით ჯვრის ტვირთვაში, მე უფრო მეტი ჯვარი გვეძლევა, ხომ არის თუნდაც ის რომ ესე იგი ადამიანი ჯერ ტაძარში მიდის, ჯერ მრევლი არის.
თუ არის გულწრფელი მრევლი და მართლა გულმოდგინედ ესრება წირვალოცვას, გულწრფელ აღსარებას აბარებს, მერე ღვთისყალობით ის ხდება სტიქაროსანი, მედავითნე უფრო კარგად უსმენს საეკლესიო საკითხავებს. მერე ეკლესია ხედავს, რომ ის მონდომებული ადამიანი, სტილობიანი, კულტურული, მერე დღის წესრიგში დგება მისი უკვე დიაკვნად კურთხევა, მერე მუდლად შეიძლება ადამიანი ეპისკოპოსის და პატრიარქიც გახდეს, რომ ყველაფერი იწყება მცირედით და მერე უფალი როგორც გადაწყვიტავს. მცირედსაზე და სარწმუნო იქმენ, დიდსაზე და დაგადგინო შენ და ამას ვამბობ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უფრო მეტი რაღაც ღვთისმოცემული ჯვარი უნდათ, რომ კონდეთ ცხოვრებაში, ხო? ვიღაცას თანამდებობა უნდა, ვიღაცას თქვათ სულიერი წარმატება უნდა. ჯერ სადაც ხარ, იქ იყავი შენი ჯვრის ღირსეულად ტვირთველი და მერე თუ უფალი ჩათulis, შენ უფრო მეტი ჯვარი მოგეცემა. და რა თქმა უნდა ჯვრის ტვირთვის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და პავლე მოციქული ამბობს ესეთ სიტყვას, რომ სარწმუნო არის ღმერთიო, რომელმაც არ აგიტევნებს თქვენ განცდად უფრო ის ძალისა თქვენისა. აი ეს რომ ვიცი ჩვენ დაჯერებულად რომ ღმერთი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგვიგონებს, ვიდრე მისი ტვირთვა ჩვენ არ ხელგვეწიფება, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი არის და თავიდანვე ფსიქოლოგიურად შინაგანად რომ ხარ მომზადებული, შენ უფრო წარმატებით მიიღებ იმ ყოველივეს, რასაც უფალი იგზავნის, რაც არის ჩვენი ქრისტიანული ჯვარი, ესე ტვირთვა, რაც არის მაცხოვნებელი. მამა დავით, ჩვენ ვცხოვრობთ ხოლმე, ალბათ თითწილად ვითხოვთ, რომ ამერიდოს განსაცდელი, რომ დაცულიყო განსაცდელისგან. მანამდე ახსენეთ, რომ განსაცდელი ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენთვის კიდევ უფრო დამაახლოვებელი იყოს ღმერთთან. აი, როცა ვლოცულობთ, როცა ამაზე ვფიქრობთ, რა უნდა ვითხოვოთ, რომ განსაცდელი არ შემემთხვეს, თუ განსაცდელის ძამს მე ღმერთი არ დავიწყო და სწორად გადავლახოს განსაცდელი. ანუ თუ განსაცდელი თუ განუსთას ამ კუთხით წავალთ, რაც უფრო კარგად ჩავაბარებთ, უფრო მეტად წავიწევით სულიერად წინ. როგორი ეს სწორი ფიქრი და ვლოცვა ამაზე, რომ ვიყოს სწორად გავიარო განსაცდელი თუ განსაცდელი არ შემხვდეს და ვიყო მშვიდ და წყნარად და გალაღებული. ეს მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესეთი თხოვნით არ მივმართოთ უფალს, რომ განსაცდელი არ შემხვდეს. პირიქით მოვიდეს განსაცდელის და ბრძოლა ქრისტიანისა და ძლიერად ვიყო. ისე იგი როგორია, რომ ახლა მეომარი, პრეტენზია აქვს, რომ მეომარი ხარ, ძლიერი ხარ და ბრძოლაში არ გამოიცადო. ეს ერთგვარი საკუთარი თავის გამოცდაც არის და განსაცდელი თავდება, უკვე შენ შეგიძლია შეაჯამო. რა, როგორი სუსტი ვიყავი, როგორ ბოლომდე ვერ მოვითმინე, უფალო როგორი მოწყალე ხარ, სულგძელი ხარ. მე როგორი სუსტი ვარ და ამ დროს ხდება, ესე იგი ადამიანში შეჯამება მისი სულიერი ნაკლოვანი მხარეების და ადამიანი ამის შემდგომ უფრო ძლიერდება, მე უფრო გამოცდილი ხდება და რაც მაშინ სუსტია, ცდილობს რომ მისი სუსტეები გამოასწოროს და ბოლომდე მიენდოს ღმერთს. ასე რომ ესეთი ლოცვა და ესეთი მაგალითი ჩვენ ბიბლიაში არ გვაქვს მოცემული, სადაც ჩვენ უნდა ვითხოვოთ რომ არაფერი ისე იგი არ მოხდეს ჩვენს თავს. შეიძლება იყოს კი, მაგრამ ეს გარეგნულ განსაცდელზე, რომ აი თქვათ საქართველოს არ მოხდეს თქვათ მტრების მიერ, რომ აი მინდა რომ თქვათ ჩემმა ახლობლებმა დიდხანს იცოცხლონ. ეს უფრო რაღაცა სხვანაირი სათხოვარია, რაღაც ისეთი არის, რომ ანუ ვერ იტყვი რომ ეს არ უნდა ილოცოს ადამიანმა. მაგრამ იქვე უნდა დავამატოთ, რომ იყოს უფალო შენინება. აი მე მახსენდება ქრისტეს ლოცვა გეციმანის ბაღში, სადაც ის სამჯერ ლოცულობს. ზოგადად სამჯერ ლოცვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთხელ ლოცვით შეიძლება ჩვენ ვერ მივიღოთ პასუხი ღვთისგან და ეს განსაცდელით შესაძლოა არ დაცხრეს. იმიტომ რომ განა ქრისტეს ჭირდებოდა ეს სამჯერ ლოცვა, ის პირდაპირ კავშირშია ეხლა მის ბუნებით მამასთან და რაზეა საუბარი. ჩვენ გვაძლევს მაგალითს იმისას, რომ იმდენად გაფანტულია ჩვენი გონება და თითქოს რაღაც დღევანდელ თითქოს კი არა რეალურად ესე არის, ხომ უფალი რომ მოქმედებს, ის ყველა დროის ადამიანისთვის მოქმედებს და ყველაზე მიდის ეს სწავლება და ეს მაგალითი რაც გამოიხატება სამჯერ ლოცვაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყოთ ყურადღებით ჩვენს ლოცვაზე. და ქრისტე ამბობს იქ გეციმანის ბაღში, რომ უფალო ეს მამაო უკვე თუ შესაძლებელი არ თანა წარმხდენ ჩემგან სასუმელი ესე
ამცილდეს ესე იგი ჯვარცმა, მაგრამ არა როგორც მე მინდა, არამედ როგორც შენ გინდა. ესე იგი აქ უნდა ითქვას ის, რომ მაინდა-მაინც არ იყო ისე, რომ ქრისტე ჯვარზე უნდა გაკრულიყო, ხომ შეიძლებოდა ხალხს მიეღო და უფრო სხვანაირად წავიდოდა ჩვენი დედამიწის და თითოეული ჩვენთაგანის ბედი. ესე იგი მივიღეთ ღმერთი და ეს არის ხო გადარჩენა, ღმერთს მიიღებ, მესიას მიიღებ და შენ გადარჩები. მაგრამ ჩვენ ვერ მივიღეთ ქრისტე ჯვარზე გავაკარეთ და ჯვრის მეშვეობით მოახდინა უფალმა ჩვენი გამოხსნა და სამჯერ ვევედროთ უფალს ვილოცოთ და უფალი აუცილებლად გამოგვიგზავნის თავის ნებას და აი როდესაც ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სათხოვარი შესრულდეს ესე უთხრათ უფალს უფალო არა როგორც მე მინდა არამედ როგორც შენ გინდა მე მინდა რომ თქვათ ესე იყოს ჩემმა მეგობარმა ჩემმა დედამ ჩემმა მამამ დიდხანს იცოცხლოს მაგრამ თუ შენ გადაწყვიტე რომ თქვათ შენთან წაიყვანო და სასუფეველი მისცემას დაიყოს შენი ნება. ესე ამის მაგალითზე ესე ვიტყოდი და დავუმთავრებდი სიტყვას. მადლობა მეტად. დიდი მადლობა. გვესაუბრებოდა სულისულმაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეკვებიშვილი განსაცდელის შესახებ. 9 საათი მოხლოდა და ახლა დროა რომ ერთად აღვამნოთ უფლისადებელი ლოცვა. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა
არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედას ვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ვაგრძელებთ მეტად საინტერესო თემით საუბარს. 21-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით თეატრალური უნივერსიტეტის ორგანიზებით რიგით მე-18 საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი ამირანი გაიმართება. თემაზე სასაუბროთ სტუმრები შემოგვიერთენ ფესტივალის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი თინი ხუციშვილი და სტუდენტური ჟიურის წევრი სტუდენტი ანუკა თალაკვაძე. დილამშვიდობისა. სტუმრებო, მადლობა მობრძანებისათვის. თქვენი დავიწყებთ მე-18 კარგად ჭირს ხო, იმიტომ რომ არ არის ცოტა დრო 18 წელი ფესტივალისთვის, ფესტივალის არსებობისთვის და ერთ თავაზობთ რა სიახლის თავაზობთ, ერთ იქნება განსხვავებული და საინტერესო წლევანდელი ფესტივალი და როგორ ჩაიარა გახსნა, როგორია მიმდინარე პროცესი.
დილამშვიდობის მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. და იმისთვის, რომ აშუქებ თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს ამირანს, რომელიც, როგორც უკვე ბრძანეთ, მე-18-ად გაიმართება წელს აღდგენიდან, 21 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით. წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული არის იმით, რომ პრინციპში ისე როგორც გასული ფესტივალების დროს მივიღეთ ძალიან დიდი რაოდენობა ძალიან საინტერესო ფილმების 12 ქვეყნის 17 კინოსკოლა მიიღებს წელს მონაწილეობას, მაგალითად ერთდროულად 4 გერმანული კინოსკოლა არის წარმოდგენილი საკონკურსო პროგრამაში, ასევე ჩვენი პარტნიორი ფრანგული კინოსკოლები მონაწილეობას იღებს ბულგარეთი, რუმინეთი, ნიდერლანდები, ასევე იაპონიის ნაგოიას ხელოვნების ინსტიტუტი, რაც ძალიან გვახარებს, ვინაიდან ძალიან საინტერესო ანიმაცია იქნება წარმოდგენილი, პეკინის კინოაკადემია, ასევე 2 წამყვანი ინდური კინოსკოლა. სხვათა შორის ერთ-ერთი ინდური სკოლიდან ჩვენთან გამოგზავნილი ფილმი დინოზავრის კვერცხი გახლავთ სილექტის 2025 წლის გამარჯვებული აზია წყნარი ოკეანის დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრიზი გახლავთ, ვინაიდან სილექტი არის მსოფლიო კინოსკოლათა გაერთიანება, ძალიან ტიტულოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, ამიტომ თამასა ნამდვილად მაღალია და კონკურენცია ძალიან დიდი არის აი ამ ჩვენი ფესტივალის განმავლობაში. ჩვენ როგორც ძალიან ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე საგანმანათლებლო კომპონენტს ძალიან დიდ დროს და რესურსს ვუთმობთ ფესტივალის ფარგლებში. კი ბატონო, კერძოდ ეს არის მაგალითად მასტერკლასები, რომლის დროსაც ყოველთვის ვცდილობთ, რომ ისეთი კინემატოგრაფისტები მოვიწვიოთ, რომლებმაც მსოფლიო კინემატოგრაფში თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს. მაგალითად, ბატონი აქსელ ბლოკი დღეს ზუსტად ჩაატარებს ჩვენი სტუდენტებისთვის, იგი გახლავთ მიუნხენის კინოსკოლის პროფესორი, მასტერკლასს საოპერატორო ხელოვნების მიმართულებით და სხვათა შორის ბატონი აქსელი გამომდინარე იქედან, რომ ძალიან დიდი გულშემატკივარია ჩვენი კინოსკოლის სტუდენტების, ჩვენმა აკადემიურმა საბჭომ მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება გახსნის დღეს 21 ოქტომბერს, რაც ძალიან ხარულოც იყო და მოულოდნელიც მისთვის. ასევე გუშინ ჩაატარა ქალბატონმა რადოსტინა ნევიკოვამ ბულგარეთის კინოსკოლას წარმოადგენს გახლავთ ანიმაციური ფილმის პროფესორი მასტერკლასი ამ მიმართულებით და ხვალ უკვე ბატონი ადრიანო ვალერიო, რომელიც მოვიწვიეთ ჩვენ პარიზის ლუი ლუმიერის ნაციონალური კინოსკოლიდან ძალიან საინტერესო მასტერკლასს კინორეჟისურაში ჩაუტარებს ჩვენ სტუდენტებს. ეს ერთი მხარეა ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის და ასევე ჩვენ დავაარსეთ ეგრეთ წოდებული ინდუსტრიული პლატფორმა Pitching Forum-ი და რა არის ახლა ეს? ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის, რომ წარადგინონ თავიანთი პირველი ფილმის განვითარების პროექტი. აი ამ Pitching Forum-ის განმავლობაში 3 დღის მანძილზე ისინი ტუტორთან ერთად ამუშავებენ თავიანთ პროექტს და ბოლო დღეს წარადგენენ ჟიურის წინაშე. ეს ჟიური არის უშუალოდ უკვე ქართველი კინემატოგრაფისტებით დაკომპლექტებული და ბატონი გიორგიევაშვილი ხელმძღვანელობს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გამარჯვებულები პირველ, მეორე და მესამე კატეგორიაში გამოვლინდება და მათ ფულად პრიზს 5,000, 3,000 და 2,000 ლარს გადავცემთ და ეს საპრიზო ფონდი მთლიანად საქართველოს კულტურის სამინისტრომ, კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა და ქალაქ თბილისის მერიამ დააფინანსა, შეავსო, ისე როგორც პრინციპში ეს მთელი საფესტივალო ცხოვრება, ვინაიდან მოგესალმებათ დიდი ძალისხმევა გვაქვს ჩვენ ახლა სტუმრად. თან სტუდენტი. ანკა ძალიან საინტერესო არის ის ნომინაციები, რომელიც ამ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი და რა ნომინაციებში ეძლებათ საშუალება, რომ გაიმარჯვონ მონაწილეებმა. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, მე როგორც სტუდენტური ჟიურის წარმომადგენელი, როგორც მოგეხსენებათ, მე-18 წელია ეს ფესტივალი უკვე ტარდება და ბოლო 3 წლის განმავლობაში უშუალოდ სტუდენტები ვართ ჩართული, როგორც ჟიურის წევრები ასევე. ამ ნომინაციებში გარდა სტანდარტული ნომინაციებისა, ჩვენი პასუხისგებლობა არის სტუდენტური ჟიურის
გამარჯვებული ფილმი ავირჩიოთ და ამაში ზუსტად მე და ჩემი თანაჟიურები იქნებიან ჩართული. რთულია ეს პროცესი? რთულია ნამდვილად, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ როგორც ეს ფესტივალი რას მოიცავს, როგორც სტუდენტურ ფესტივალს და საერთაშორისო გაცვლა-გამოცვლას, ასევე რომ ამ პროცესშიც ისევ და ისევ სტუდენტები ვართ ჩართული. ანუ ახსენე რომ სტუდენტები ვართ ჩართულიო და ყოველთვის საინტერესოა სტუდენტების მიერ შეფასება ნამუშევრების, მაგრამ მინდა კითხო როგორც სტუდენტმა, რომელიც ეუფლები კინოს მიმართულების სწავლულ პიროვნებაზე, რა საშუალებას აძლევს, რა ასპარეს აძლევს ეს ფესტივალი სტუდენტებს, იმიტომ რომ თინი მახსენა შეიძლება მოკლედ კიდევ ბევრი ალბათ იქ მიმართულება, ხო, ის სხვა პლატფორმები და ურთიერთობები, აი რა ასპარეს მისცემს სტუდენტებს, ვინც იღებენ მონაწილეობას. თქვენი შეფასებით, თქვენი დაკვირვებით, როგორც ამ პროფესიაში ადამიანი, რომელიც ეუფლებით და როგორც ჯიურის წევრიც. ვინც მონაწილეობას იღებს უშუალოდ ამ ფესტივალში, მათთვის რა თქმა უნდა, ეს პირველი ნაბიჯი და გამოცდილება არის ამ ინდუსტრიაში, სტუდენტური ფესტივალი გახლავთ, როგორც იცით და აქედან გამომდინარე, მათთვის ეს პირველი ნაბიჯები არის, რომ უშუალოდ ანახონ თავიანთი ფილმი კლასის გარეთ და მიიღონ შეფასება არა მარტო თუნდაც როგორც ჩვენი ჟიურის, არამედ მაყურებლისაც და სხვა ჩართული პირებისაც. რაც შეეხება ჟიურის და ჩვენი სტუდენტური ნაწილის ჩართულობას, ჩვენთვის ეს ასევე პირველი ნაბიჯია იმათვის, როგორც თქვა, თეორეტიკოსები ვინც ვართ, რომ მივიღოთ გამოცდილება თუ როგორ ვაფასებთ ფილმებს, რას უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობა და უშუალოდ უფრო დაალაგებულ და ორგანიზებულ სივრცეში კლასის გარეთ, როგორ ფასდება რეალობაში ეს ნამუშევრები და როგორ შეიძლება გამოვკვეთოთ ჩვენი კრიტიკულები ხართ? კრიტიკოსობა არის პროფესია, რასაც ეუფლებით თქვენი და ამ შემთხვევაში ძალიან კრიტიკულები ხართ. არის რაღაც აი კონკრეტული კრიტერიუმები, რასაც განსაკუთრებით ვაქცევთ ყურადღებას. სადია ამის პასუხს ახლა არ მოგთხოვთ დეტალიზირებას, ანუ რას და როგორ, მაგრამ ხო შეიძლება არსებობდეს, რომ აი ეს არის აუცილებელი პირობა, რომ დავუშვათ თქვენი მოწონება, სიმპათია დაიმსახუროს. არის ისეთი რამ თუ იქ რაღაც ჯელობა და კონსენსუსის შედეგად მიიღწევა. ყოველთვის ეს მსჯელობის საკითხი არის, იმიტომ რომ ფილმი არ არის და კინო ზოგადად ერთხაზოვანი ხელოვნება, ძალიან მრავალფეროვანია და ძალიან ბევრი ასპექტი აქვს. აქედან გამომდინარე, თითოეულ კინოს აქვს თავისი ინდივიდუალურობა, რასაც უნდა გავუსვათ ხაზი, დავაკვირდეთ და მის მიხედვით შევაფასოთ ის. თინი, გარდა სტუდენტური ჟიურისა, კიდე გითხარით ოფიციალურ ჟიურიზე, თქვენც ოფიციალურები ხართ, ცხადია გულისხმობ არასტუდენტი ჟიურის, ალბათ ესეც არის, ხო? ეს არის საერთაშორისო თუ ქართველი კინემატოგრაფისტების დაკომპლექტებული. გამომდინარე იქედან, რომ საერთაშორისო კინოფესტივალია, რა თქმა უნდა, ჟიურით საერთაშორისო სტანდარტებით არის დაკომპლექტებული. საქართველოს წარმოადგენს ბატონი ლევან კიტია, ასევე როგორც ვახსენე, ქალბატონი რადოსტინა ნევიკოვა მასტერკლასსაც ატარებს და ასევე ჟიურიში ბრძანდება და ბულგარეთის კინოსკოლას წარმოადგენს და ბატონი ნენად დიზდარევიჩი, რომელსაც კოლოსალური გამოცდილება აქვს კინორეჟისურაში და ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმოადგენს არაევოს კინოსკოლას და ასევე ჩვენი ძალიან დიდი ხნის მეგობარია ჩვენი კინოსკოლის აი სამი ადამიანი არის საერთაშორისო ჟიურიში, რაც შეეხება ნომინაციებს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს 5 ნომინაცია, ეს არის გრან-პრი, ეს არის საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმისთვის ჯილდოები და მეხუთე კომპონენტს წარმოადგენს ქალბატონი ანუკა და მისი მეგობრები, რომლებიც გამოავლენენ საუკეთესო სტუდენტურ ნამუშევრს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი თვალით დანახული საუკეთესო სტუდენტური ფილმის გამოვლენა და ჩვენი ფესტივალი ყოველთვის ცდილობს, რომ კინომცოდნეებით, უშუალოდ კინომცოდნეებით დააკომპლექტოს სტუდენტური ჟიური, ვინაიდან მათთვის როგორც დაგეგმვის, ასევე იმპლემენტაციის პროცესი, საფესტივალო ცხოვრების პროფესიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და აი მთელ არმიას კინორეჟისორებისას სჭირდება მომავალში ჯანსაღი კრიტიკა და ამიტომ ჯანსაღი კრიტიკა, ამიტომ ამ არჩევანს ვაკეთებთ. კინოჩვენებებისა თავისთავად, როგორც ვიცით, იქნება ასევე სტუდენტური ფოტოგამოფენა, ხო? ამის შესახებაც რომ გითხრათ, ერთადად რას მიეძღვნება ეს ფოტოგამოფენა და რა იქნება წარმოდგენილი?
გუშინ ჩატარდა სტუდენტური კინო გამოფენა ჩვენი უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ბატონი ლევან მახარაძის ასე ვთქვათ, სახელოსნოს ფორმატში დაესწრნენ ამ მხოლოდ ქართველი სტუდენტები, ამ შემთხვევაში ჩვენ მოწვეული ყავს იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა ფილმებსაც ვაჩვენებთ, ამიტომ იყვნენ ფრანგები, გერმანელები, ბულგარები, ძალიან ბევრი სტუდენტი და მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ დიდი სიამოვნება მიიღეს აი ამ ფოტოგამოფენის დათვალიერებითაც ჩვენი სტუდენტებმა და სტუმრებმა. ბოდი შეგაწყვეტინეთ ბოლო პერიოდში თუ ხედავთ აი მე ხაზი გავუსვი და ვკითხე წარმოადგენს სტუდენტური ჟიურისა რა ასპარეზს რა საშუალებას იძლევა ეს ფესტივალი და თქვენ გარკვეულწილად აღნიშნეთ ეს მიმართულებების საერთაშორისო კუთხით. თუ არის ტენდენცია გააქტიურებისა, მსურველების, რომ მიიღონ მონაწილეობა. თუ ხედავთ ან გძნობთან ატყობთ, რომ დაუშვათ შეიძლება წლიდან წლამდე ცდილობენ და ფიქრობენ, რომ წარადგინონ თავის ნამუშევარი. თუ არის ამ კუთხის ზრდა ამ წლების განმავლობაში? ნამდვილად ზრდა არის უდაოდ, ვინაიდან ფილმების რაოდენობა, რომელიც ყოველწლიურად შემოდის, სულ უფრო და უფრო იმატებს, თუმცა ჩვენ გარკვეული ფორმატიდან გამომდინარე და დროშის შეზღუდვიდან გამომდინარე, სულ 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს ეს საკონკურსო ჩვენება, ამიტომ შევარჩიეთ 25 ფილმი, აქედან 6 იქნება ქართველი სტუდენტების ნამუშევარი, ამიტომ რა თქმა უნდა მოთხოვნა ძალიან დიდი, როგორც აღვნიშნე, მაგალითად 4 გერმანულმა კინოსკოლამ ერთდროულად მიიღო მონაწილეობა და არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც ძალიან დიდია ინტერესი, რაც რა თქმა უნდა ეს მრავალფეროვნებას წენს ჩვენ საერთაშორისო კინოფესტივალს და ის 2024-25 წლის განმავლობაში სტუდენტების მიერ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ნამუშევრების ნახვის თვალსაზრისით კოლოსალური გამოცდილების დაგროვება შეძლებენ სტუდენტები, გაიგებენ რა ტენდენციები მიმდინარეობს და კინო არ არის მხოლოდ შემოქმედებითი მხარე, ან მხატვრული მხარე, ხომ იქ უამრავი ტექნიკური ასპექტია, რომელიც სულ ვითარდება, წინ მიდის და ამ ძალიან მნიშვნელოვანია. თავისთავად ამ ფესტივალის განმავლობაში იძლევა ეს ფესტივალი ამის საშუალებას, ხომ თავისთავად რომ გაიმართოს. რა თქმა უნდა, ეს საგანმანათლებლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ნებისმიერი კინოსკოლა მთელ მსოფლიოში ცდილობს, რომ საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი აი იმ ძირითად საგანმანათლებლო პროცესთან ერთად ყოველთვის განახორციელოს ხოლმე, ვინაიდან აი პროფესიული უნარების განვითარების თვალსაზრისით სტუდენტებისთვის ანუკა დამეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. ეხლა ანუკას არ ვიცი მე დამეთანხმება თუ არა, მაგრამ ერთი კითხვა უნდა დავუსვა, უკვე პრინციპში დამწყებ კი არა და კრიტიკოს, რომელიც ეუფლება ამ პროფესიას. ძალიან საჭირო სხვადასხვა. რაც ნახეთ ამ ეტაპზე, გულწრფელად მინდა გიპასუხოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ შეფასებაში გულწრფელი იქნებით, როგორ მოგწონთ ნამუშევრები, რას ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ახავს ავროთ ამ ფესტივალზე, ერთგვარად ქართული კინოს მომავალზე გვაქვს საუბარი. ხო, ან იმ ხალხზე, ვინც უნდა ქართული კინოს შექმნას, განავითაროს და ხვალინდელი ქართული კინო უნდა შემოგთავაზოს. თქვენც როგორც აწუკვე ხვალინდელმა დამწყებმა დღეისთვის კრიტიკოსმა, როგორი შტაბშტილება გჭირდებათ, როგორია მათი ხედვა, როგორია მათი გემოვნება, როგორია მათი კინომემართულება. ნუ გუშინ იყო ასე თქვა პირველი ჩვენება, პირველი დღე ჩვენი ჩვენებების და აქედან აზრით შემიძლია გამოვიტანო არის, რომ ზოგადად ახალგაზრდობა და ჩემი თაობა არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან არიან ძალიან გაბედულები. აქვთ თავიანთი ხედვა, თავიანთი რაღაცა იდეა, რასაც მაქსიმალურად ცდილობენ რომ მოგაწოდონ. რა თქმა უნდა, ვიზუალური ასპექტებიც არის, რაღაცა ტრენდები, რაც უფრო რაღაცა სოფლიოს ნაწილში უფრო მეტად არის გამოკვეთილი, ვიდრე ვთქვათ ჩვენთან, მაგრამ ამის მიუხედავად ნახეთ შესანიშნავი ნამუშევრები, რომელებიც კინემატოგრაფიულად დატვირთულები იყვნენ, ვიზუალურადაც, ტექნიკური ასპექტებითაც და დრამატურგიული ასპექტებითაც, რაც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იაზრებ იმას, რომ ეს დამწყები კინორეჟისორების და კინემატოგრაფების ნამუშევარია და ანუ ესე იგი მომავალში შეგვიძლია უფრო მეც ველოდოთ მათგან. თავისთავად აუცილებელია. კი, მე ასე მგონია, მე არც კინომცოდნე ვარ, არც კინოკრიტიკოსი, მაგრამ თქვენ ჩამოთვალეთ ხო ტექნიკური ასპექტები, ეფექტები, რაც კარგია ხელოვნებაში ზოგადად და მათ შორის კინოში, მაგრამ მე ვფიქრობ თავარი არის რაც თქვენ თქვით, გაბედულობა, სათქმელი და ამის ღია თორე მე ეს ყველაფერი კარგია და სათქმელი დამხმარია. საინტერესო თუ აი ძირითადად რა შინაარსის მატარებელი ფილმები არის წარმოდგენილი. არის რაღაც, აი დავუშვით ყველა ეპოქას აქვს ხოლმე რაღაც თავის სათქმელი. ხო, აი არის თქვენ ხედავთ ეხლა რა თქვენ ნახეთ ერთ დღეში თულია შეაფასოთ და ასევე თინთაც მინდა გითხო რომ რაღაცა ახალი სიტყვა, ახალი მიმართულება, რაზეც უფრო მეტად ინტერესდებიან თანამედროვე რეჟისორები.
იცით როგორ ესე ერთს გამოჭირდება რომ გამოვკვეთო, იმიტომ რომ ისევ და ისევ მთელი მსოფლიოდან შემოგდის ნამუშევრები, მთელი მსოფლიოს სტუდენტების ნამუშევრებს უყურებთ და რა თქმა უნდა ინდივიდუალური არის და მათ მსოფლმხედველობას ექვემდებარება მათი ხედვაც და მესიჯიც. წინი კი დაასრულებოდი შეგაწყვეტინეთ, ხო? ხო, ამიტომაც ერთ-ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის რომ გონია რომ ჩვენი თაობა უბრალოდ მიდის იქამდე, რომ პერსონალური განვითარება და წინსვლა დავაყენოთ პირველ ადგილას და ამაშიც გამოიხატება ის გაბედულობაც. შვენიერი, რამდენჯერმე ვახსენეთ დღეს ჩვენ რომ საერთაშორისოა, სხვადასხვა კინოსკოლამ გამოგზავნა ნამუშევრები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეს ფესტივალი მსოფლიოს ან გნებავთ ევროპის კინოსკოლებში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული კინოფესტივალია. თავისუფლად შეგვიძლია ამის თქმა, ვინაიდან როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ვართ მსოფლიო კინოსკოლათა გაერთიანების წევრი, მუდმივი წევრი, უნდა აღინიშნოს სილექტის, ამიტომ ჩვენ გვაქვს მუდმივი ურთიერთკავშირი მსოფლიოს წამყვან კინოსკოლებთან და ჩვენთან არა მხოლოდ ჩვენთან აგზავნიან კინოსკოლები ნამუშევრებს, არამედ ყოველი კვირის, ყოველი თვის განმავლობაში ჩვენ სტუდენტურ პროდუქციას ვაგზავნებთ ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, სხვადასხვა კინოფესტივალებში, ვიღებთ სხვადასხვა ჯილდოებს, ვიმარჯვებთ ნომინაციებში და ამიტომ ეს ურთიერთკავშირი, ეს კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ნამდვილად ქართული კინოსკოლა იმ ადგილს იკავებს მსოფლიო კინოსკოლათა გაერთიანებაში, რომელიც მას ეკადრება და დარწმუნებულია, რომ ამ ტრადიციებს გააგრძელებს ჩვენი კინემატოგრაფისტების მომავალი თაობა და სწორედ მათთვის ტარდება მსგავსი ღონისძიებები, მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები და მინდა ყველას ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო, როგორც ქართველ, ასევე იმ უცხოელ სტუდენტებს და კინოსკოლებს, რომლებიც წელს მონაწილეობას იღებენ. და ბოლოს სად იმართება ჩვენებები, ყველაფერი თქვით ამის გარდა. მინდა აღვნიშნო, რომ დასწრება არის თავისუფალი. ჩვენ ველოდებით, კი ბატონო, ველოდებით ახალგაზრდებს, კინემატოგრაფისტებს, სტუდენტებს, კინომოყვარულებს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში. ანუ კინოსახლში. კინოსახლში, დიახ, საკონკურსო ჩვენება გუშინ დაიწყო, გაგრძელდება დღეს და დასრულდება ხვალ. ხოლო ოფიციალური დახურვის ნაწილი გაიმართება უკვე 25 ოქტომბერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრსა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ანუ ვისაც ცხადია პირველ რიგში უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მივიდნენ ნახონ, ასევე ვისაც აინტერესებს თუ როგორი მომავალია კინოს, ქართულ მსოფლიო კინოს, დასწრება თავისუფალია და მშვენიერი საშუალება ამისთვის. მადლობა სტუმრებს, მადლობა მობრძანებისთვის. თქვენს და მონაწილეებს, რა თქმა უნდა. შევახსენოთ ჩვენს მენელს, რომ ფესტივალის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი დენი ხუციშვილი და სტუდენტური ჟიურის წევრი ანუკა თავალკვაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენ გადაცემა გრძელდება და ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი სტუმრობს კრივის კლუბს, საიდანაც ის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. გეტყვით, რომ ჩეხეთში კრივში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ბიჭებში კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ნინო გვერთვება ახლა და დილამშვიდობის ნინი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მე კრივის კლუბიდან გერთვებით და თქვენთან ერთად დილას ძალიან პოზიტიური ამბით დავიწყებ. ჩეხეთში გამართულ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემთან ერთად ახლა სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ამ საერთაშორისო წარმატებას მიაღწიეს, თუმცა იქამდე სანამ მათ გავესაუბრები, კითხვით გადავალ მწვრთნელთან გაგა ყარმაზანაშვილთან. მოგესალმებით და მოგილოცავთ პირველ რიგში ამ დიდ წარმატებას. თქვენი წვლილი არის ძალიან დიდი ამ ჩემპიონატის წარმატებით დასრულებაში და საინტერესოა რომ მოგვიყვეთ როგორი იყო მზადების პროცესი. გაიარეს შეკრებები, გაიარეს ფიზიკური, ასევე ტაქტიკური შეკრება გაიარეს, შემდეგ შეკრება ჰქონდათ რუმინეთის ნაკრებთან ერთად. მერე ტურნირი ჰქონდათ გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართული. დატვირთული წელიწადი იყო და უფლის მადლით და უფლის წყალობით დააგვირგვინეს კიდევაც ჩემპიონობით ჩვენმა წარმატებულმა მოკრივეებმა. იქიდან გამომდინარე რომ ჩემთან ერთად ახლა არ არის ყველა გამარჯვებული, მინდა რომ მათი სახელი და გვარები გავაშხეროთ, რათა ჩვენმა მაყურებელმა გაიგოს მათი ვინაობა. დიახ, ოქროს მედლები მოიპოვეს 60 კილოგრამში ლუკა ჩხიკვაძემ, 65 კილოგრამში ზვიად ჭოჭუამ, 70 კილოგრამში აკაკი ბასარიამ, 75-ში ელნურ აბდულაევმა და 80 კილოგრამში დავით ფხეცაძემ.
სამომავლო გეგმების შესახებაც რომ გითხრათ, რა არის თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმა? სამომავლოდ მომავალი წელი დატვირთული წელი გვაქვს ძალიან, გვაქვს ევროპის ჩემპიონატი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატი და ახალგაზრდებს შორის ოლიმპიადა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. მე ახლა ერთ-ერთ გამარჯვებულთან ზვიათთან გადავინაცვლებ შეკითხვით, მოგესალმებით და გილოცავთ პირველ რიგში ამ წარმატების მიღწევას. როგორი მოწინააღმდეგე გყავდათ და როგორი იყო პროცესი ამ ჩემპიონატის? მოგესალმებით. ევროპის ჩემპიონატზე გამომართეს 3 ბრძოლა, თუმცა ფინალში ირლანდიელი მოკრივე არ გამოცხადა ჩემს წინააღმდეგ. დანარჩენი 3 ბრძოლა იყო საკმაოდ რთული და კარგი მეტოქეები იყვნენ ჩემს წინაშე. თუმცა ჩემი მომზადების ხარჯზე, მწვრთნელების სწორი მუშაობის ხარჯზე შევძელი და დავამარცხე ისინი. ალბათ ძალიან გახარებული ხართ ხომ, ძალიან დიდი ემოცია, როდესაც ქვეყანას ასახელებთ. დიახ, ნამდვილად საამაყო გზნობებით ახსოვსია, ასევე ემოციებით ახსოვსია ის ფაქტი, რომ ააჟღერო შენი ქვეყნის ჰიმნი ჩეხეთში, ამდენი ქვეყნის წინაშე და ვიცი. დიდი მადლობა, დიდი წარმატების მიღწევას გისურვებთ კიდევ. ჩემთან ერთად ასევე არის მეორე გამარჯვებული ლუკა, თქვენც მოგილოცავთ. და საინტერესოა რომ გითხრათ, როგორ იყო თქვენი ემოცია, როდესაც გაიმარჯვეთ და ასევე როგორ ჩაიარა ამ ჩემპიონატმა. მოგესალმებით. რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვიყავი, შრომამ შედეგი გამოიღო და რაც შეეხება ჩემპიონატს, ძალიან კარგად ჩაიარა. შემხვდა საკმაოდ კარგი მეტოქეები და გავიმარჯვე 5 ბრძოლაში და მოვახერხე ჩემპიონი გამხდარიყავი. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი რჩევები, რა რჩევას მისცემდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სპორტში არიან დამწყებები. თქვენ მუდმივად ვარჯიშობთ, ძალიან ბევრს შრომობთ იმისთვის, რომ აი ასეთი დიდი წარმატება მოიპოვოთ და აი რა არის ის მთავარი თვისებები იქნება ეს თუ ჩვევები, რაც ამ წარმატების მიღწევაში დაგეხმარათ? დისციპლინა, შრომის მოყვარება ხო? დიახ, რა თქმა უნდა დისციპლინა არის უპირველესი და შრომის მოყვარეობა რა. არ უნდა ივარჯიშოთ, იშრომოთ და როცა დავეცემით, უნდა წამოვდგეთ და ყურები არ ჩამოვყაროთ. დიდი მადლობა. დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენც. მე ბატონ გაგასთან გადავინაცვლებ ისევ შეკითხვით. ძალიან საინტერესოა თქვენი როგორც მწვრთნელის შეფასება იმასთან დაკავშირებით თუ როგორია კრივის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება. ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა ამ შეჯიბრებას. არიან ახალბედა მოკრივეები შემოგვიერთდნენ, პატარები, რომლებსაც უნდათ რომ მოკრივეები გახდნენ და გააგრძელონ ასახელონ საქართველოს. ვარჯიშები რა სიხშირით ტარდება ხოლმე, როდესაც აი ესეთი ჩემპიონატისთვის მიმდინარეობს მზადება, ესეც საინტერესო, ალბათ რაღაც ძალიან ისეთ რეჟიმში ხართ ხო? კი, როცა ემზადებიან და როცა შეჯიბრების ემზადებიან, ხანდახან დღეში 3 ჯერაც ვარჯიშობენ ჩვენი მოკრივეები. კი ბატონო, დიდი მადლობა. თქვენ რა თქმა უნდა კიდევ ბევრი წარმატების მიღწევას და კიდევ ბევრჯერ მოგებას გისურვებთ და ჩვენს მაყურებელს აი ესეთ მხიარულ განწყობაზე დავემშვიდობები. წარმატებებს უსურვებთ რა თქმა უნდა ჩვენს მოკრივეებსაც და ვულოცავთ გამარჯვებას და კიდევ ერთხელ მინდა რომ მათ არაერთი წარმატების შესახებ ვისაუბროთ ჩვენი ეთერის მეშვეობით და ასეც იქნება დარწმუნებული ვარ. გიერთებით ამ უწოდებაში მადლობა რომ გიყურეთ, გვისმინეთ, მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით ნახვამდის.